მე ყოფილმა მჟავრდებულმა რევაშანიძემ კიდე ერთხელ მინდა გავაჟღერო ამ ვიდეო ჩანაწერის მეშვეობით ის რაც მე ჩემი ერწინა ვიდეოებში მოვახსენე ქართულ საზოგადოებას. მე ერთი ვაი ვაგალახით შევძელი ჩემი ერთ ციხის კედლებში ნაცრემლარი კალმით დაწერილი პოეზიის კრებულის წიგნად გამოშვება და ამჟამ ყველა იმ ქართველს შეუძლია ჩემი წიგნის შეძენა, რომელიც წიგნიც მე ამჟამ წიგნები ხელთ გამაჩნია. მე ცხოვრობ ქალაქ ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩაზე, ნომერი 71. მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე ვცხოვრობ დროებითი ღამის თავშესაფარში, მამია ვარშანიძის ქუჩაზე, ქალაქ ბათუმში, ნომერ 71-ში. ჩემი ტელეფონის ნომერია 557 72 18 58 557 72 18 58 ვისაც გექნებათ სურვილი, მე მაქვს ხედველობა, მე მყავს ხედველობაში ის ქართველები, ვისაც ჯერ კიდე რომ შემოსჭა ოდნავ ქართული სულისკვეთება და რომლებსაც რომ ერი მამული და სარწმუნოება უყვარს და არ დაუკარგია ის სიყვარული, აი იმ ქართველებს მინდა ვიმართო, გამოიჩინოთ გულისხმიერება და შეიძინოთ ჩემ მიერ ციხის კედლებში ნაცრემლარი კალმით დაწერილი პოეზიის კრებული, რომელი კრებულიც არის დასათაურებული აი ასეთი სათაურით. ეჰეი, გუნგტარნო ქართველნო, მე ამ ლექსებით თქვენთვის შევქმენი სულის მკურნალი მალამო. დიდება შენ და გამჩენო, შენს გაიხარე კალამო, რომ შემაქმნიეთ ერისთვის სულის მკურნალი მალამო. ეს ამ პოეზიის კრებულში არა მარტო სულის მკურნალი მალამო მაქვს შექმნილი თქვენთვის ქართველნო, არამედ გულის და ტვინის მკურნალი მალამოც. ვისაც გექნებათ სურვილი და საშუალება, უაღრესად გთხოვთ, გამოიჩინოთ ჰუმანურობა და გულისხმიერება და ეს ჩემი მიერ ციხის კედლებში ნაცრემლარი კალმით დაწერილი პოეზიის კრებული შეიძინოთ და წაიკითხოთ. თუმცა მე რომ საშუალება მომეცეს, მე ამ წიგნს არ გავყიდი 20 ლარად. 20 ლარი ღირს თუ რაღაც 20 ლარი 1 კილოგრამი ბალის ფასი, ალუღლის ფასი. მე რომ საშუალება მომეცეს, ხვალ იქნება ზექთი ერთი წლის შემდეგ, მე ამ პოეზიის კრებულს 100,000-ობით წელს დავაბეჭდნებდი და ქუჩა დავარიგებდი. ეს პატარა იქნებოდა მოზრდილი ახალგაზრდა თუ მოხუცი შევეკითხებოდი მხოლოდ იმას, ქართველი ხარ ან ქართული იცი? რომ ეტყოდა ქართველი ვარ და ქართულის ვიციო, აი მაშინ კი ამ წიგნს მე მივაწოდებდი საჩუქრად, რომ ჩემი სურვილია ყველა ოჯახში მოხვდეს ეს ჩემი ერთ ციხის კედლებში ნაცრემლარი კალმით დაწერილი პოეზიის კრებული. მე მომკლავენ კი, არა გამორიცხული, მე ლექსადაც მიწერია, მე არც პოეტი გახლავარ და არც თეთრი დათვის ბელი, მაგრამ მე აი ამ კაციჭამია ქოცებისგან ყოველ წუთში სიკვდილსველი, თუმცა ამის ავტორს ვეღარ მოკლავენ. და ამის ავტორი თავად მე გახლავართ, ყოფილი მჟავრდებული რევაშანიძე. ასე რომ, ვისაც შემოგჩათ ქართული სულისკვეთება და ვისაც ჯერ კიდე გიყვართ ერი მამული და სარწმუნოება და არ დაგიკარგიათ ერის მამულის და სარწმუნოების სიყვარული, ყველა თქვენგანს გთხოვთ ქართველნო და არა ქართველნო,
მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ეროვნების საიქნებით, ვისაც საქართველო და ქართველიერი გიყვართ და საკუთარი თავი, აი იმ ადამიანებს თხოვთ. მე კიდე ერთხელ ვიმეორებ ჩემი ტელეფონის ნომერს. 557 72 18 სრულელებს შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და შეიძინოთ ჩემი ერთ ციხის კედლებში ნაცრმლარი კალმით დაწერილი პოეზიის კრებული. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.